ვიდან გქონდა რაღაც გამოწვევები ფრილანსერობას პირველ რიგში ის რომ ძალიან დიდი დისციპლინა გჭირდება, თვით დისციპლინა გჭირდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დედლაინები და ყველაფერი იგივენაირად გაქვს, მაგრამ თითქოს შენი დრო უფრო მეტად შენია და უკეთ შეგიძლია წარმართო და ამიტომ აი გჭირდება რომ თუნდაც განსაზღვრო რამდენი პროექტის აღება შეგიძლია კონკრეტული ერთი პერიოდის ჭრილში და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა უკვე დაახლოებით 5 წელია ესე ვმუშაობთ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ანუ სააგენტოს ნაწილში რომ შევადარო, თავარი განსხვავება ალბათ ეგ არის, რომ უფრო უკეთ შეგიძლია გადაანაწილო შენი დრო, ასევე შეგიძლია თქვა არჩევანი გააკეთო კონკრეტულად რა პროექტზე იმუშაო და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მე ლივინგსტონში ვმუშაობდი 5 წლის განმავლობაში მანამდე და იქაც იყო ეს ფუფუნება, ესე ვთქვათ, ანუ შეგეძლო რომ გეთქვა მაგალითად რომ აი ამ პროექტზე მუშაობას ეს პროექტი მირჩევნია, მაგრამ მაინც აქვს ამას თავისი მინუსები, იმიტომ რომ რაღაც გინდა რომ შენი თანაგუნდელების გვერდით იყო და ეს თამამად მაინც არ იტყვი როცა კომპანიაში ხარ და როცა შენ თვის ხარ, უფრო მარტივია ეს ნაწილი რეალურად და ხო, კომფორტის ნაწილში მოკლედ ჩემთვის ფრილანსერობა ამ ეტაპზე ბევრად უფრო კომფორტულია, ჯამბურად უკეთ ვანაწილებ დროსაც და პროექტის შერჩევის შესაძლებლობაც მეტად არის და ასე შემდეგ.